მოგესალმებით, მეგობრებო. განების მართულ პლანეტა მერკურზე ჩავწერე რამდენიმე ვიდეო და ეხლა დამჭა ბოლო რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანში მერკურის მდებარეობის ახსნა. მინდა გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, ცოტა გამიგრძელდა ჩაწერა ვიდეოს იმდენი რაღაც სხვა ჩასაწერები იყო, ესე რა თქვა, და კონსულტაციები და მთელი ამბები იყო და ვეღარ მოახერხე ჩამეწერა. ესე იგი, ჩვენ გავიარეთ ფაქტიურად მერკური, გონების მმართველ პლანეტა მორიელამდე მოვედით და ახლა მშვილდოსანში გვაქვს ჩასაწერი. ორი სიტყვით რა გიხსნათ, მერკური ეს არის ჩვენი გონების ფორმა, როგორ მუშაობს ჩვენი გონება, როგორ ვაზროვნებთ, როგორ შეგვიძლია ურთიერთობები ადამიანებთან, რა სახის კომუნიკაცია არის ჩვენთვის მოდი ესე ვთქვათ, გასაცნობიერებელი, აი მაგალითად ვიღაცას ლოგიკური აზროვნება აქვს, ვიღაცას ემოციური ინტელექტი აქვს, ემოციური გაცნობიერება შეუძლია, ხო? ვიღაცისთვის სურათ ხატებად მოდის ინფორმაცია, ვიღაცისთვის ციფრებად მოდის ინფორმაცია. ვიღაცა არის ძალიან იდეალისტი აზრებში, მაგალითად, ვიღაცა ხატრულად გამოხატავს თავის თავს, ხო? აი ამ თემებში ძალიან კარგად გვარკვევს მერკურის მდებარეობა პირად რუკაში. სახლი ეს არის უკვე სად მივმართავთ ამ ენერგიას, რა ფორმით მივმართავთ და რომელ სფეროებში მივმართავთ, ნიშანი ეს არის უკვე თვითონ როგორ მუშაობს ჩვენი გონება. ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ კუთხით, რომ გასათვალისწინებელი არის ადამიანის აზროვნების სტილი. ეს არ არის აქ რომელი არის უფრო ჭკვიანი, რომელი უფრო ნაკლებად ჭკვიანი, ამაზე მერკური ამ ფორმით არ ავლენს, ესე არ გამოხატავს თავს. სიჭკვიანე ძალიან ბევრი სხვა კომბინაციიდან არის ის. ასევე ცით როგორ არის, შეიძლება ხა მერკური მაგალითად მშვილდოსანში, რომელიც უნდა ავხსნა, თითქოს არ არის ამ მერკურისთვის კარგი მდებარეობა, ეს არ არის ლოგიკური აზროვნებისკენ მიდრეკილება თითქოს, მაგრამ ძალიან ჭკვიანები შეიძლება იყვნენ თავისებურად მშვილდოსნის სფეროში, მაგალითად მშვილდოსნურად გაფართოებული ცნობიერება გქონდეთ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა ჭკვიანი არის აუცილებლად რომელიმე ნიშანში, ან ვიღაცა არ არის ჭკვიანი, ან მაგალითად მერკური როცა თევზებში ყავთ, ითვლება ხოლმე, რომ არ არის მაინც ისეთი ლოგიკაზე და გონიერებაზე მიმართული, ამ დროს მას თავისი ძალა აქვს, სუპერძალა ესე რა ვთქვათ და თავისი სიმბოლიკა, ხო? ამიტომ ჭკუა, ინტელექტი ეს აბსოლუტურად ინდივიდუალური არის, როგორ იყენებს ადამიანი თავის რუკას, იქ უკვე მე გენეტიკურო მახასიათებლებს უყურებთ, რომელ სოციუმში გაიზარდა, ეს უკვე პირადი დაკვირვების ობიექტი არის საკითხი და არა რუკაში გასარჩევი, ხო? შეიძლება იყოს აქცენტი, რომ აი ცოტა გვიანი თვისებს ადამიანი რაღაც ინფორმაციას, ცოტა ნელა ხარშავს რაღაცებს, მაგრამ ის რო ჭკვიანი ან არა, ნაკლებად, ხო? ეს არ ჩანს. ახლა რა შეეხება თვითონ მერკურს, ეს არა მარტო კომუნიკაციის ფორმა არის, ეს ასევე არის ხშირად მეკითხებიან ხოლმე რეტროგრადულობა როგორ განისაზღვრება მაგალითად მერკურის შემთხვევაში, ხო? უბრალოდ სტილი და ფუნქცია ეს ნიშნის მიღმა კიდე დამატებით ცალკე თემა არის რეტროგრადულობაზე მაქვს ჩაწერილი ადრე ვიდეო პლანეტები როგორ მუშაობს რეტროგრადულ ფაზაში. მერკურის რეტროგრადულობა ეს არის ადამიანებში უფრო უკან ბრუნდებიან აზროვნება არის რომ მე უკან უნდა დავბრუნდე რაღაც იქ არის გასარჩევი კიდევ რაღაცები მაგალითად ძალიან მარტივ ცხოვრებისეულ ასპექტში ჩანს რომ ისტორიკოსი მაგალითად რომელიც აი მოყავს ისტორიიდან მაგალითები ხო ძალიან ხშირად ხო ნახულობთ ხოლმე ანალიტიკოსები რო არიან ხოლმე ხშირად რაღაც ისტორიული ფაქტების მოყვანა უნდა ჩვეულებრივ მერკურს ეს ნაკლებად აინტერესებს აინტერესებს უფრო რეტროგრადულ პლანეტებს სადღაც უკან დაბრუნება ეს შეიძლება პირად ცხოვრებაში გამოვლინდეს როგორც მაგალითად უკან ხელახლა მიწევს რაღაც შეთანხმების გადახედვა შეიძლება ვიღაცასთან უკვე დავდე ხელშეკრულება და იქ რაღაც პრობლემები წამოვიდა და ისევ ხელმეორედ მიწევს მის გადამოწმება ეს არის რომ აი ორჯერ სამჯერ უნდა გადავამოწმო რაღაცაში რომ დავრწმუნდე და მაგიტომაც არის ხშირად პედაგოგებში არის ხოლმე რეტროგრადული მერკური და ეხლა მე რასაც გეუბნებით არ გეუბნებით რომელიმე ნიშანში ყველანაირი რეტროგრადული მერკური ესე ვლინდება სადაც არ უნდა იყოს რომ მაგალითად მე თუ მაქვს მაგალითად პედაგოგიკაში სფეროში ხო ჩემი მერკური ჩართული და ნუ მერკური ეს ინტელექტი არის ეს არის საუბარი ეს არის ინფორმაციასთან მუშაობა ზოგადად მესამე სახლიც იგივე არის ჩვენთან და რეტროგრადულობა როგორ ვლინდება ერთი და იგივე შეუძლია ადამიანს ასწავლოს წლები 40 წელი იყოს პედაგოგი და ერთი და იგივე ასწავლოს და ეს არ წინდება. კარმული ასტროლოგიით რეტროგრადულობის ფაზაში ვამბობთ ხოლმე რომ
ადამიანს სულ აქვს განცდა რომ რაღაცა ვერ ისწავლა ბოლომდე, ან რაღაც ურთიერთობები სადღაც ვერ დაალაგა, კარმული ასტროლოგია ამას იცახის, რომ წინა ცხოვრებიდან მოყვება ეს ადამიანს, დაუკმაყოფილებლობა, რომ სადღაც უკან უნდა გადავახვიო ფირფიტა და უკან უნდა კიდევ ნახო რამე ხო არ გამორჩა. ფსიქოლოგიურ ასტროლოგიაში ვამბობთ ხოლმე, რომ ოჯახურ ველში მერკურს მაინც არ იყენებდნენ, არასწორად იყენებდნენ, რომელიც შეთანხმებები გროვდებოდა და არ ხდებოდა ამისი მაგალითად განხორციელება, ან სწავლა არ მიყავდათ ბოლომდე გენეტიკურ ხაზგულისხმობა და თითქოს ვალივით აქვს ადამიანს ახლა. რომელი არის აქედან მართალია ვიცით და მე მგონია რომ ორივე არის, იმიტომ რომ ნებისმიერი რეტროგრადული პლანეტა ეს არის როგორც ოჯახური ველიდან, ისე თუ კარმული ასტროლოგიით შევხედავთ კარმული ასპექტებიდან, რაღაც ენერგია არის დასამუშავებელი ადამიანთან, ასე რომ კითხვა რო არის ხოლმე რომ რეტროგრადული მერკური მორიელში როგორ ლინდება. აი წავიკითხოთ, ან მოусმინოთ რეტროგრადული კი არა, ჩვეულებრივი მერკური მორიელში და რეტროგრადულობის სიმბოლიკა დავამატოთ ასეთ ხომ, რომ როგორც უკან ბრუნდებით, უკან და გადავხედოთ. შეიძლება პრაქტიკული კუთხით იცით როგორ ლაპარაკობენ? ბევრი სიტყვებით ხსნიან თითქოს ინფორმაციას. აი ბევრი შეიძლება მაგალითად ერთ წინადადებაში ჩამეტია რაღაცის თქმა და შეიძლება სამ წინადადებაში გაწელოს რეტრო მერკურმა. აქ ახლა მეც რო ვასწავლე ხოლმე მაგალითად სკოლაში, ასტროსკოლა, რომელიც ახლა ნოემბერში გვეწყება სხვათა შორის, აი იქ სულ რეტრო მერკურებთან აქ ხოლმე ცოტა ესეთი თერაპიული გამოკითხასავით, რომ რა არის აქ განცდა და ეს არის კომპლექსი შინაგანი რეტროგრადულობა პლანეტის, ეს არის სადღაც უკან დახევა იმის გამო რომ მე მაგ განცდა, ანუ ეს არის მინუსი პლანეტას რომ მინუსი დაუწეროთ, მაგალითად მერკური ტყუპებში ყველაზე კარგად გრძნობს თავს და რო იყოს ისეთ ნიშანში, სადაც მაინც არ არის მთლად კარგად. აი დაახლოებით ესე შეიძლება დაემართოს რეტრო მერკურს ტყუპებში, ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად, როცა არის ნაკლოვანება პლანეტის ზონაში, რაღაც კუთხით რეტროგრადულობა ავიღოთ, ხო? აქ ადამიანს აქ განცდა, რომ აი მე მგონია რომ ვერ გამიგებენ და ამიტომ ბევრ სიტყვებს ვიყენებ ამისთვის. ბევრნაირად ხსნი, იმიტომ რომ მგონია რომ ვერ გებულობენ და ზუსტად ამიტომაც ვერ გებულობენ ამ დროს ხოლმე ისე სწორად, როგორც უნდა ხოლმე გამოხატოს. და ამაზე არის ხოლმე სერიოზულად სამუშაო. თუმცა თვითონ ეს როგორც კომუნიკაცია, ხო ეს შეიძლება რეტრო მერკური აი უბრალოდ ლაპარაკობდეს ადამიანი დამღლელად. ან მაგალითად ლაპარაკობდეს ზუსტად საინტერესოდ, იმიტომ რომ იხსენებდეს ისტორიულ ფაქტებს, აი მაშინ რო იყო, აი ის რო იყო, აი ეს რო იყო, ხო? ასეთ შემთხვევაში პედაგოგიკაში ძალიან ადგებათ ხოლმე. აი აქაც არის რომ მინუს ენერგია როგორ იყენებს ადამიანი მერკურს და პლუს ენერგია როგორ იყენებს. აქ თავისუფალი არის ხო, იმიტომ რომ პლანეტაში არის ენერგია, ის უკვე ჩვენზე არის როგორ ვიყენებთ ამ პლანეტარულ ენერგიას. ეხლა შემდეგი მნიშვნელოვანი რეტროგრადულ პლანეტაზე, როცა ის შეთანხმებები არის თუ მაგალითად ურთიერთობები არის ადამიანებთან, ხშირად ხდება ხოლმე ან წარსულიდან მოდიან ხშირად მათთან ადამიანები, წარსულიდან გულისხმობ, რომ აი ვიღაცას თუ დავშორდით და წავიდა ჩვენ ცხოვრებიდან, წავიდა. ამათთან შეიძლება ვლინდებოდეს, რომ აი ძველი ადამიანები მოდიან მათ ცხოვრებაში, ისევ ბრუნდებიან, ძველი შეთანხმებები ბრუნდება მაგალითად, ხო? ანუ ეს არის სადღაც უკნიდან, რაღაც წარსულიდან, სულ წარსული ტრიალებს, სულ რო ბრუნდება. წარსული ამიტომაც აი ხო გითხარით, რომ ყველაზე კარგად მუშაობს ეს ისტორიკოსებში. ან ისეთი ხალხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის გაიხსენონ რა ხდებოდა ადრე და იმაზე იყვნენ დაყრდნობილები, ხო? აი ამ წარსულ გამოცდილებებზე, ესე რომ ვთქვა და პედაგოგიკაშიც ასევე ფანტასტიკური არის. სულ საერთოდ ნებისმიერ რეტროგრადულ პლანეტას აქ განცდა რომ რაღაცა ვერ დავასრულე და ისევ უკან უნდა დაუბრუნდე, ორმაგი ძალისხმევა უნდა ჩავდო, ან კიდევ ერთხელ დაუბრუნდე იგივე საკითხს. ეს არის რეტროგრადულობის თვითონ ენერგეტიკა. ეხლა მშვილდოსანში მერკური გონების მმართველი პლანეტა ხა როგორ ვლინდება? მშვილდოსანი ეს არის იუპიტერის ენერგეტიკა. იუპიტერი არის გაფართოება. აი რატო გიხსნით იცით ესე? მინდა ხოლმე რომ აი მიხვდეთ
იგრძნოთ თვითონ შიგნით გაატაროთ ეს ინფორმაცია და არა კოგნიტურად მხოლოდ გონებით მიიღოთ, ხო? იმიტომ რომ გონებით მიღება ინფორმაციის მერე გვავიწყება ორ წუთში, ან ის შედეგებში ცვლილებებს, გაცნობიერებებს არ იძლევა. გაცნობიერება ხდება, როდესაც მე გავაცნობიერებ შიგნით, თუ მე მშვილდოსანში მყავს იუპიტერი, ესე მერკური, სხვათა შორის მერკური იუპიტერის შეერთება, ან რაღაც ასპექტშიც შემოაქვს, მე მაგალითად იუპიტერის ასპექტი მაქვს მერკურთან, მე შემიძლია ვიგრძნო, რაც გრძნობენ მერკური მშვილდოსნები. იმიტომ რომ სულ ცდილობ რაღაც ზევიდან დავხედო სურათს, ეს მშვილდოს იუპიტერის ენერგეტიკა არის, მშვილდოსანის ენერგეტიკა არის, როცა მე არ მაინტერესებს წვრილმანები, აი ხა მერკური ქალწული ძალიან შორს არის მერკური მშვილდოსნისგან. მერკური მშვილდოსანს არ აინტერესებს დეტალები, აი ჩაძიება, ჩაკირკიტება. მას უნდა სულ დიდ სურათში დაინახოს რაღაცეები. მას უნდა კომუნიკაციის ფორმა იყოს ძალიან ფართო, ყოვლის მომცვლელი, მაგალითად დიდ იდეებზე საუბარი მოწონდეს. აი თუ მერკური ტყუპი ეს არის, რომ აბა ის იქ რა ხდებოდა, აბა აქ რა ხდებოდა, იქ მარტივი ინფორმაციები აინტერესებს და სულ რაღაცას სერჩავს, მაგალითად რაღაც ინფორმაციებს, სულ ვიღაცასთან კომუნიკაციაში არის. მშვილდოსანი რაღაც დიდ იდეებს შეიძლება გამოიკიდოს, ხო? და დიდი იდეები ხა იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე ყველას ესმოდეს ეს დიდი იდეები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ არის ძალიან ნეგატიურად გამოხატული, ხა ნაკლებ თან ისე რომ ვთქვათ ადამიანურ ენაზე ნაკლებ ინტელექტუალური ადამიანი, რომელიც ეს გლობალური ხედვა მაინც არ არის მისთვის საინტერესო, ხო? ეს შეიძლება ვლინდებოდეს როგორც ფოკუსირებული აზროვნება, უცებ რაღაცას ვიტყვი, მე გადავხტები მეორეზე, მე გადავხტები მესამეზე და აი ამ ვაფართოვებ სულ იდეებს და ზედაპირულობა შეიძლება ამასობაში გამოვლინდეს, ხო? ამ დროს ტყუპებისთვის არის ზედაპირულობა თითქოს დამახასიათებელი, მაგრამ მშვილდოსან მერკურს სურს ყველაფერზე გამოხატოს, რომ მე ეს ყველაფერი ვიცი. ეს არის დიდი გაფართოების სურვილი. იდეალურ ვარიანტში თვითონ მერკური მშვილდოსანში არ არის კარგი მდებარეობა იმ კუთხით, რომ მერკური არის აი მოქნილი ანალიტიკური სწრაფი გონება. უცებ რაღაც სიტუაცია თუ შეიქმნა, მე ეს უცებ უნდა მოვაგვარო. უცებ მოხერხებულობა უნდა მიყვას ამისთვის, ხო? და მშვილდოსანი არის უფრო იუპიტერის ენერგია. მე აქ რაღაც დიდი ფილოსოფიური ხედვები უნდა განვავითარო, ჩემი რწმენა უნდა განვავითარო, რისი მჯერა, რა იდეალებს მივყვები, ხო? რა ღირებულებები მაქვს ესეც მშვილდოსნის ენერგია არის. და მერკური აქ აი ამ კუთხით გეუბნებით, რომ ადი იდეებს, აი მარტივ კომუნიკაციაში, რომ აბა როგორ ხარ? და ეს შეიძლება გადაიყვანოს ცოტა ფილოსოფიურ ასპექტში, ხო? აი მე აღმატებულ ხასიათზე ვარ ეხლა და რაღაცა და გავაფართოვოთ, ხო? აი ეს ტენდენცია არის. იუპიტერიც რო შემოდის ესე ვიძახით ხოლმე გონების მართულ პლანეტასთან, მე ვუყურებ, რომ ადამიანს შეიძლება კონდეს აქ ასევე გაადიდოს, ანუ ემოციებში გადაიტანოს ინფორმაცია, ოღონდ ეს გრძნობები არ არის, ეს არის აი რაღაც აღმაფრენა, რაღაც დიცულოვნება, ესე რომ ვთქვათ, იუპიტერიანული ენერგია არის. ხო, შეიძლება სიტყვით დაეხმაროს ყველას, მაგალითად, გზააჩვენოს ყველას, ჭკუა ასწავლოს ყველას, მაგალითად. ზოგან ესე ვლინდება და ზოგან თუ კარგად არის განვითარებული ესეთი ადამიანი და თავისი რუკის პოტენციალი მაქსიმალურად კარგად აქვს, ძალიან კარგი პოლიტიკოსები არიან, მაგალითად, მერკური მშვილდოსნით, ძალიან კარგი კანონდებლები შეიძლება იყვნენ, ორატორები არიან ძალიან კარგები, ღირებულებების მატარებლები და გამავრცელებლები ამ ღირებულებების, ხო, აი ესეთ მაღალი საკაცობრიო ესეთი ღირებულებების. ეს ახასიათებს ზოგადად კარგად კონსტრუქციულ მერკურ მშვილდოსანს. ძალიან ხშირი არის პოლიტიკოსების კომბინაციაში მაგალითად, იმიტომ რომ აინტერესებთ ყველაფერი, რაც გლობალური არის. რაც დიდი არის, ხა მე რო გითხარით, რომ მერკური მყავს იუპიტერთან ასპექტირებული, ხო? აი აბსოლუტურად ყველა სფერო მაინტერესებს. პოლიტიკას უსმენ თითქოს ყველა ვიდეოებს, რაც კი ანალიტიკურები არის, მაგალითად, იქ შეიძლება ხელოვნებაზე რაღაცებს უსმენდე. ოღონდ ისე ზედაპირულად კი არა, მართლა სიღრმისეულად უსმენ ხოლმე. ამ დროს არ მყავს მერკური მშვილდოსანში, მაგრამ იუპიტერის ენერგია უკვე აი ამ გლობალურ თემებში ატარებს. აი მაგალითად მე ძალიან მიჭირს უბრალოდ ლაპარაკი, ჭორაობას რო ეძახი, აი თუ მწერენ ხოლმე ისეთ რაღაცებს, რაც არ არის
მნიშვნელოვანი ძალიან და ესეთ გლობალური, ხო? იქ უბრალოდ არ ვინტერესდები. აი ეს აქვს მშვილდოსანს დამახასიათებელი, ახლა მე იუპიტერი შემომდის და თვითონ ვისაც მშვილდოსანში ყავს მერკური, ხო? ეს უკვე ის არის, რომ მე მჭირდება ადამიანებთან რაღაც ისეთ მნიშვნელოვან თემებზე საუბარი. ეს კარგ ვარიანტს გულისხმობ ახლა აქ, თორე ცუდ ვარიანტში შეიძლება ხო გეუბნებით, ვადიდებდე საკუთარ აზრებს, მაგალითად, ვასწავლიდე ყველა ჭკუას და მოვედებოდე. აი ესე რა თქვა, ხა მე მართალი გითხრათ, ხშირად არ შემხვედრია ესეთი მერკური მშვილდოსანი, უფრო არის ხოლმე, რომ ძალიან აინტერესებთ ფილოსოფია, ძალიან აინტერესებთ პოლიტიკა, შეიძლება აინტერესებდეთ, აინტერესებთ მე აინტერესებდეთ ეზოთერიკა, ფილოსოფიური სწავლებები, რელიგიური სწავლებები, ყველაფერი, რაც რაღაც დიდ აზროვნებასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად ეს მერკური აი ამ სფეროებში ძალიან კარგად მუშაობს. მერკური თუ არის ტყუპებში, ამას ახლა დიდ ფილოსოფიაში ვერ გავუყვათ, ეს იქნება ანალიტიკური ადამიანი, კომუნიკაბელური ძალიან და ძალიან კარგად შეიძლება ახდენდეს მარტივი ინფორმაციის გადაცემას, მაგრამ მერკური მშვილდოსანი შეუძლია დიდ იდეებზე ილაპარაკოს, ღირებულებებზე ილაპარაკოს, იყოს კარგი მღვდელი ორატორი მაგალითად, ხო, ან იყოს კარგი პედაგოგი, იყოს უნივერსიტეტის პროფესორი მაგალითად, ხო, ან რაღაც ისეთ დიდ ჭეშმარიტებებზე და სულიერებებზე მოლაპარაკე, ან საკაცობრიო ღირებულებებზე მოლაპარაკე. აქ იმიტომ ამბობ ახლა აი ამ დიდ ღირებულებებზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს მშვილდოსნის ხასიათი არის იუპიტერიანული მერკური შემოდის აქ, ხო? და უბრალოდ მთავარი თუ არის ძალიან დაკვადრატებული, თუ ადამიანსაც ეთყობა რაღაც თავის პრობლემები, ეს შეიძლება იყოს შიში, რომ რაღაცა არ ვიცი, შიში რომ მე არ შემიძლია რაღაც ზემოქმედება მოვახდინო სხვებზე იმ კუთხით, რომ გავავრცელო რაღაცა მნიშვნელოვანი, ან უბრალოდ ემოციებში გადაქონდეს ყველაფერი ინფორმაციულად, ხო? აზროვნება არის ამავე დროს ოპტიმისტური, მშვილდოსანი იუპიტერის ენერგია დიდი ოპტიმიზმი არის, შენ გამოგივა ყველაფერი კარგად იქნება, ან სხვებთანაც რომ აი ესე მინდა დავეხმარო ყველას, რომ მინდა რჩევები მივცე ყველას, ეს არის გულუხვობა. კომუნიკაციაში გულუხვობა. აი ეს არის მერკური, მეგობრებო, ეს არის აზროვნების სტილი. თუ მეცხრე სახლში ხდება ხოლმე, ხარშეს მეცხრე სახლი ჩვენთან ასევე იუპიტერიანული სახლი არის და იღბლიანი სახლი არის, ადამიანის მერკური, მისი ფიქრები ყოველთვის არის რაღაც დიდ ღირებულებებზე, ფილოსოფიურ თემებზე, უცხოეთზე, სხვათა შორის უცხოეთი მეცხრე სახლი არის, სარეკლამო თემაც მეცხრე სახლი არის ჩვენთან. რაღაც ფილოსოფიური, აი პედაგოგიკან მასწავლებელი ან გურუ, ესეც მეცხრე სახლი არის და ადამიანს შეიძლება ქონდეს სულ მუდმივად შინაგანა ძიება ისეთი ინფორმაციის, რომელიც მას სულიერად რაღაც აი შთააგონებს რაღაცა მნიშვნელოვანს, ხო? აი ესეთი რაღაც არის უკვე მეცხრე სახლში, როცა არის მერკური. და მნიშვნელოვანი არის ამავე დროს იუპიტერიანული სახლი, რომ არ გავადიდოთ ხშირად ინფორმაცია. აი შეიძლება ძალიან მხატვრულად, ძალიან დიდი ემოციით ყვებოდეს რაღაცას, ან დიდი შთაგონებით ყვებოდეს მაგალითად ადამიანი, მაგრამ ინფორმაციაც მივიღოთ რაღაც გადიდებულად იუპიტერს ახასიათებს ეს, ხო? გავადიდო სიტყვის მნიშვნელობა მაგალითად, აი შენ მე ეს როგორ მითხარი? და ამ დროს არაფერი ჩვეულებრივი ნათქვამი იყო რაღაცა და მისთვის აღმოჩნდეს ეს რაღაც გაადიდოს მნიშვნელობა იმ სიტყვის. მე ხარ არ შემხვედრია ისე რომ მაინც ნეგატიურად ადიდებდნენ, უფრო პოზიტიურად არის ხოლმე ეს, მაგრამ მაინც ტენდენცია თუ არის დაკვადრატებული, თუ იქ ნეგატიური ასპექტები არის სერიოზულად პლუტონის მაგალითად, ხო, თუნდაც. აი აქ შეიძლება რომ გავადიდო ნეგატიურად, ზოგადად პლუტონი რომ შემოდის გონების მართულ პლანეტასთან, ეს უკვე ნეგატიური თუ შემოდის ეჭვიანი გონება არის და ეს არის ცოტა უნდობლობა და ეს არის შინაგანი სიჩუმეც, რომ მე შინია რაღაც თქვა, ინფორმაცია გავცე, ეს უკვე ცოტა ცალკე თემა არის, მაგრამ აქ რო თუ არის მერკური მშვილდოსნის ვარიანტი ესეთ ასპექტში, ხო? ეს შეიძლება ვლინდებოდეს ესე, რომ მე სიტყვის მნიშვნელობა ძალიან გავადიდო. და ამას ვაქცევთ ხოლმე ძალიან ყურადღებას. ეხლა მერკურის მდებარეობა, როდესაც არის მერწყულის ზოდიაქოში,
მე-11 სახლიც მსგავსი არის, იქაც თავისუფლების თემა შემოდის, იქაც კოლექტივთან ურთიერთობა შემოდის, მაგრამ ეს არის უკვე ცოტა სფეროში მიმართული სატმა აქვს მე, ხო, ენერგია, მაგრამ თვითონ მერკური, როდესაც გონების პლანეტა მერწყულში არის, ეს არის თავისუფალი აზროვნება, ეს არის თავისუფლების იდეის ტარება აზროვნებაში, ჩარჩოების მიღმა. მერწყულს მართავს ურანი, მეგობრებო, ურანი ცოტა ცივი პლანეტა არის, აქ სითხვე, სიყვარული და რაღაცები არ არის. ურანი ეს არის, აი, უბრალოდ აზრები, ჰაერი. ეს არის რაღაც იმპულსი, ჰაერიდან მოხსნილი ინფორმაცია, ესე რომ ვთქვათ და აზროვნება არის ჩარჩოებს მიღმა. ამ ადამიანს ვერ ეტყვი, რომ შენ ესე უნდა დაწერო, ისე უნდა დაწერო. სხვა შორის მე მერკური მარსი მე-11 სახლში მყავს და ყველაზე ძალიან რაც მიჭირს, რომ მეტყოდნე ხოლმე ეს სქემა, ეხაც მაქვს რაღაც დასაწერი ინსტიტუტში და აი ხა ვიქრავ როგორ დავწერე ისე, რომ აი თავი და ბოლომდე ჩემი სიტყვები იყოს. არ უყვარს ამ მერკურს ჩარჩოები. მე-11 სახლიც მსგავსი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი. აი ეს პროტოტიპად, აი ამას ავიღებდი. სხვა შორის მარსი მერწყულის მსგავსი არის, ეს უკვე ბრძოლა, ომში შესვლა, მაგრამ მერკური ეს არის კომუნიკაცია, იდეებისთვის ბრძოლა, აზრებისთვის, ხო? თავისუფალი სიტყვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აზროვნებენ ესე ჩარჩოს მიღმა. აზროვნებენ თავისუფალ გარემოში. მე-11 სახლს თუ უყვარს გაზიარება, ეხლა მე რაღაც ახალს თუ გავიგებერცული ხოლმე, ან ჩავწერო რაღაცა, ან ვიღაცას უთხრა, ეს არის კოლექტივთან გაზიარების ძალიან დიდი სურვილი მე-11 სახლში, ვისაც აყავს პლანეტები, მაგალითად, უფრო ეს არის, მე მინდა გავაზიარო, მე მინდა სხვებმაც იცოდნენ ჩემი მონაპოვარი, ხო, ეს მე-11 სახლური ენერგია არის. მერწყულიც მსგავსი არის, მაგრამ აი განსხვავება არის, რომ მე თუ მერწყულში არის აქ მერკური, მე ვაზროვნებ ზოგადად ჩარჩოს მიღმა, მე შემიძლია ურთიერთობებში, ხო, ადამიანების სუნთქვა ვიგრძნო, ადამიანებში, აი მასებთან რა უნდა ხალხს, მე ის ინტუიტიურად ვიცოდე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყოს კომუნიკაციაში ეს ადამიანი, თუ არ არის იქ, მაგალითად, თვარესთან, ან თუ არ არის იქ ისეთ სახლში, სადაც ხა აქ რაღაც სხვა პლანეტები იყოს წყლის ნიშნებში, მაგალითად, აქ უკვე ბევრი რაღაცები იცვლება, მაგრამ თვითონ მერკური ეს არ არის თბილი ურთიერთობები, თბილი სიტყვა. აი ხა როგორც მე მაგალითად კირჩხიბში მყავს გონების მართალი პლანეტა და აი ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ემოციურად რბილი საუბარი, ხო, ჩემგანაც და სხვისგანაც. მერკური მერწყული არ არის ეგეთ, შეიძლება უცებ თქვას მოულოდნელად დაუფიქრებლად რაღაც, მაგრამ ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის, როგორც აი აზრები არის ჩემი, ან რაღაც დიდი იდეებია, საკაცობრიო იდეები არის და ეს არ არის პერსონალური მიმართვა მაგალითად, ხო, ზოგადად ადამიანებთან, ხო? იმიტომ რომ ეს დიდი იდეებიდან ხსნიან ხოლმე, ნოვატორები არიან, ამიტომ ჯგუფში არიან წამყვანები, ან სურვილი მაინც აქვთ ამისი, ხო? და თუ არის ჩვეულებრივად იქ სხვა რუკა აქ ადამიანს სხვანაირი და ჩაკეტილი იყოს, ან რაღაც ეს არის მაინც ჰუმანური ადამიანი, მისი აზროვნება არის ძალიან ჰუმანური, მისი მიდგომა ადამიანებთან არის ძალიან თავისუფალი, რომ შენ როგორც გინდა მე შენს უფლებებს პატივცემ, ეს ზოგადად ახასიათებს ამ მერკურს, განსხვავებით სხვადასხვა კომბინაციიდან მაგალითად, ხო? მე-11 სახლში მსგავსი არის, ოღონდ ეს არის მიმართულება, რომ მე მინდა გავაზიარო რა მერკურიც მყავს საზოგადოებაში, ხალხში, მეგობრებში და ეს მე შეიძლება ისეთი რაღაც შევქმნა, რაც ხალხისთვის იყოს სასიკეთო. მერკური მერწყული უბრალოდ ზოგადად თავისუფალი მოაზროვნე არის და მისი მას მოზდის აზრები ის, რაც აი მაგალითად იქნება ძალიან ესეთი უცხო ყველასთვის და განსხვავებული, მათ შეუძლიათ ისეთი, მან თუნდაც ისეთი ტიპაჟით იყოს ურთიერთობაში, რომ აი ვერ იტყვი, რომ აი ეს რაღაც ამ ჩარჩოში ზის, ან შენ მიდი და ახლა აი ესე შაბლონურად იაზროვნე. არა აქვთ ეს, აბსოლუტურად არაშაბლონური ხალხი არის, თავისუფლების მოყვარულები არიან, სიტყვებშიც კი თავისუფლებას გამოხატავენ ხშირად და ურთიერთობები არის ჰაეროვანი მათთვის, იმიტომ რომ აქ ურანული სახლი არის, ურანი ჰაეროვანი ენერგია არის. ეს არის აი ფრენა.
საერთოდ მერწყულებს აქვთ ხოლმე სხვა პლანეტა რო ხდება მერწყულში, მე მინდა ვიფრინო. და თუ არის იქ ნეგატიური ასპექტები, მე მინდა ვიფრინო, მაგრამ ვერა. და თუ არის კარგად, მე დავფრინავ. და ეს ფრენა ხანდახან არის ხოლმე, რომ ძალიან დავფრინავ, ხანდახან არის ხოლმე, რომ აი თავისუფალი ვარ, აი სუნთქავ თავისუფლების ჰაერს. ეს არის ხოლმე მერკური, მერწყულის კომბინაცია. ხშირად უყვართ ხოლმე ისეთ ადგილებში წასვლა, მაგალითად ევროპის რომელიღაც ქალაქებში, სადაც თავისუფლება არის და საერთოდ არ აინტერესებს შენი შაბლონები და შენი ეხლა ის რაღაც დოგმები. რაც გინდა ის იყავი, აქ არიან ყველაზე კარგად. თავისუფალი გარემო. ანუ მათი გონება რომ ჩაირთოს, თავისუფალი გარემო არის ამისთვის საჭირო, თავისუფალი საზოგადოება არის ამისთვის საჭირო და თუ აქ პრობლემა არის ამ კუთხით, ხო? მე იკეტება ესეთი მერკური, მისთვის თანამოაზრე ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუ მე-11 სახლში მერკური თვითონ ეძებს თანამოაზრეებს და თვითონ ხსნის, იმიტომ რომ სოციმედიაც არის, მაგალითად, სოციალური ქსელებია მერკური, მე-11 სახლი, ეს არის თანამოაზრეთა ჯგუფები, აი მერკური მერწყული და ის თვითონ გაიტანს თავის თავს, მერკური მერწყულმა რომ ჩართოს აზროვნება, მას ჭირდება გარემო, თავისუფალი, მას ჭირდება პროგრესული საზოგადოება, იმიტომ რომ მერწყული პროგრესთან არის კავშირში, მომავალთან არის კავშირში, ძალიან კარგი გამომგონებელი შეიძლება იყოს ამ მერკურის ადამიანი, ძალიან მომავალზე ორიენტირებული, მომავალსაც აი გრძნობენ, გონებაში შემოდის ეს მომავლის ენერგიები, რა იქნება, როგორ იქნება მომავალში, მაგალითად, ამიტომ ნოვატორები ხდებიან, აი თუ არის ისეთი ტენდენცია, რომ აი რაღაც ისეთ სფეროში ვარ, რაც ნოვატორობასთან არის კავშირში, აქ შეიძლება გამოვლინდეს, რომ ადამიანი ხედავს რა არის მომავალში ტენდენციები, რა შემოდის და რა უნდა გააკეთოს მაგალითად, ხო? ანუ პროგრესულები არიან საკმაოდ სფეროებშიც გამომგონებლური ტვინიც აქვთ, ესე რომ ვთქვათ და აი ეს ყველაფერი ირთვება თუ არის თავისუფალი, ჰარმონიული გარემო. აი ის რომ მერკური ხა მაგალითად მე მგონი გადავახტი მშილდოსნიდან თხის ხაზე უნდა გადავსულიყავი და გადავახტი უკაცრავად უცებ რაღაც აი მერწყული დავინახე და მერწყულზე დავიწყე ლაპარაკი. თუ მერკური თხის ხა არის აი ძალიან პრაგმატული, ძალიან შაბლონურად მოაზროვნე მაგალითად ხო? და მე მჭირდება აი პირდაპირ ჩარჩო ფორმა, სადაც მე აი ცივად, მშვიდად რაღაც ისეთ გარემოში ვიაზროვნებ, ხო? ამ მერკურისთვის ეს ძალიან უცხო არის, მაგალითად, მას პირიქით თავისუფალი სივრცე ჭირდებათ. თავისუფლად მოსაუბრეებიც არიან ესეთი ადამიანები, აი თავისუფლად, აი სუბუქად მეგობრულად გელაპარაკება, ეგრევე გახსნის საზღვრებს არ აქვს ამას მერკურ მერწყულს, რაღაცა ხა ეს ვინ არის, მოდი ხა არ ღირს ამას ანჯერ სანამ არ გავიცნობ ეგეთ რაღაც, ეგრევე შემოდის და მეგობარი ხდები წუთში მათი. მე-11 სახლსაც ეს ახასიათებს, მაგრამ ზოგადად მერკური მერწყულში ამით გამოირჩევა, რომ ესენი ეგრევე შედიან კომუნიკაციაში, მეგობრულად ჰუმანურები არიან და აქედან გამომდინარე. და სხვა შეს ერთი აქვს, რომ ასევე მოულოდნელადაც შეიძლება ან გაუწრუდეთ ადამიანებს გული, ან დაიკარგოს ეს კომუნიკაცია, ეგრევე მეგობრობაში შედიან და მოულოდნელობა არის, ხო, ურანი და ხანდახან ეს პრობლემებს ქმნის, იმიტომ რომ მე ხდებიან ხოლმე, რომ ზედმეტად იდეალიზირებულ და ზედმეტად სპონტანურად გახსნეს, ესე რომ ვთქვათ, თავის კომუნიკაცია. განსხვავებით მორიელისგან, მაგალითად, ან თხისრგისგან, ისინი ძალიან პრაგმატულები არიან და ესე არ არის. გააჩნია ამ მერკურს რა ასპექტი შემოსდის, როგორ არის, რა მდებარეობაში არის, ის უკვე დამატებით ინფორმაციებს გვეუბნება, მაგრამ მაინც თვითონ ამ მერკურის წყობა ესეთი არის, გახსნილი ძალიან და თავისუფალი და დამეგობრებაში რომ მიდიან ეგრევე, თუ არ არის იქ რუკაში პლუტონი და მორიელი და რაღაცეები ეს უკვე ჩაკეტილობა და მთელი ამბავი თუ არ შემოდის, მაინც ამ ჩაკეტილობის მიღმა რომ დაელაპარაკები ეგრევე გაგეხსნებიან და ეგრევე ჰუმანურად ძალიან მეგობრულად ისე შემოგხედავთ. ეს ტიპაჟები არიან მერკური მერწყულის მდებარეობაში. ეხლა რაც შეეხება თხის ხას, რომელიც რატომღაც გადავახტი, ქრონოლოგია არ დავიცავი. აი ესეთი მერკური მე-11 სახლის გავლენები, რომ ხშირად აი ამ რაღაც შაბლონებს და ჩარჩოებს ვერ ვიცავ ხოლმე ჩემდაუნებურად. უცებ ის გამახსენ და ჰაერში წამოვიდა მერწყული და მერწყულზე გადავედი. არა უშავს, თავი არ გამოგრჩა წინაზე რომ გამომრჩა.
რაღაცა პლუტონი გამომრჩა პლანეტებზე. საერთოდ გამომრჩა. აი მე მეთქი არა ჩემ ყველაზე საყვარელი პლანეტა არის, ყველაზე ჯართული ჩემთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა გამომრჩა. ხო და მთავარი არ გამოგრჩა. ეხლა შეხება მერკური, ვისაც ყავს თხის-რქაში, მეათე სახლით ცოტა ნაწილობრივ მივაყოლებ, ცოტა სხვანაირად მუშაობს სახლი ვიდრე ნიშანი, მაგრამ მაინც შეგიძლიათ რომ ისე გაერკვეთ. ხათაშორის ერთი მინდა გითხრათ რომ აი ახლა როცა მეწყება 9 ნოემბერს სკოლა ასტროლოგიური ზუსტად გავდივართ პლანეტები, აი ესე ყველაფერს გავდივართ, მაგრამ ასპექტებიც მთლიანობაში, აი მერკურზე მაგალითად მონაწილეებს გამომყავს სესიაზე და იქ თერაპიულად მუშაობთ ხოლმე. მერე ყველასთან აი მერკური როგორ მუშაობს, ან ზოგან მარსი როგორ მუშაობს, რომ გააცნობიეროს ადამიანმა უკვე როცა სხვადასხვა ადამიანში ჯგუფი იკვრება და ამ ჯგუფში მუშაობთ ჩვენ თერაპიულად, აი მაგალითად როცა არის მერკური სატურნის კვადრატი და აქ ტრავმაში გავდივართ, საიდან წარმოიქმნა ეს და უკვე თერაპიულად როცა გავდივართ ხოლმე ჯგუფში, აი იმდენი რაღაცეები ხდება სხვა მონაწილეებისთვისაც გასაგები, როგორ უნდა იმუშაოს რეალურად თავის თავთან რუკაზე, ან ოჯახის წევრის რუკაზე იქ შვილი იქნება, მაგალითად რომ გაუგოს უფრო მეტად, ხო? ანუ შეგრძნებებში გადავიტანოთ ეს ასპექტები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მე შეიძლება ხა კოგნიტურად გელაპარაკებით, რომ ესა და ეს მერკური ესე მუშაობს, მაგრამ შეგრძნებებში რო ასპექტებში ჩართულად მერკური მთლიანად რო ავიღო, მესამე სახლი უნდა ავიღო, გონების მართველი პლანეტა, რომელიც სახლის მართველები ერთვებიან ამ ასპექტებში, ან მთლიანად ხდება ესე ნაჭერ-ნაჭერ პლანეტების გახსნა და მე აი ეს უნდა ვიცხოვროთ ემოციურად, იმიტომ რომ ეს ჰარინაკი არ წარმოიქმნა, ეს ისტორია არის ადამიანის, ეს ასპექტები არის პირდაპირ შეხებები რეალურ ცხოვრებისეულ მოვლენებთან, რომელმაც კვალი დატოვა. აქედან ერთვება მე უკვე ასტროფსიქოლოგიაში ბიჰევიორისტული მიდგომა, როგორ შეგვიძლია ქცევით შევცვალოთ ჩვენი შინაგანი სტრუქტურები, ჩვენი ტრავმები, ხო? და ჩვენ თუ არ გვეცოდინება ჯერ აი ამ ასპექტების, ემოციური ესეთი მოვლენები, ჩვენ ვერ დავსახავთ იქ რითი შეგვიძლია ყველაფერს უმკურნალოთ ბრწყალებში, ხო? და ესეც ჩანს ხოლმე ასტროლოგიურ რუკაში, რა არის გამოსავალი, რა არის რესურსები ამ ადამიანისთვის და როგორ უნდა იმუშაოს პირად რუკაზე. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, მე რომ ასტროლოგიიდან წავედი ფსიქოლოგიაში და დავიწყე ამ ყველაფრის სწავლა. მე თერაპიებშიც რამდენი წელია ვარ, როდესაც მე აი ამ პლანეტებს ცხოვრობ ფაქტიურად უკვე თერაპიულად შემდგომ, ხო? აი აქ მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ ყველაფრის სინთეზი და მხოლოდ ასტროლოგია არ მუშაობს, მხოლოდ ფსიქოლოგიაც ისე მაინც არ მუშაობს, როგორც უკვე ერთად სავთავთ ჩვენ ამ ყველაფერს, ხო? ამიტომ აი ეს კურსი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, უკვე მე რამდენი მაქვს ეს კურსი გახსნილი წელიწადში ორჯერ ვაკეთებ, ხოლმე რომ საერთოდ სხვა სტანდარტი მინდა ასტროლოგიაში შემოვიტანო, ის რაც მე გავიარე პირადად, რაც ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა ამ ყველაფერში რომ ჩამედო როგორც დროის მიხედვით ისე ყველანაირად და ძალიან სერიოზულის დავინახე ხაზი აქ როგორ შეგვიძლია ჩვენ ასტროლოგიას საერთოდ სხვა სიბრტყეში დავიჭიროთ, ესე რომ ვთქვათ, სხვა სიბრტყიდან გამოვიყენოთ და თუნდაც თერაპიულად ჩემთან რომ მოდიან ხოლმე ასტროლოგ კონსულტაციაზე თუ თერაპიულ კონსულტაციებზე იმდენად საერთოდ სხვა შედეგზე გადიან, აბსოლუტურად აი თერაპიებიდან მოდიან ჩემთან, რომ აი სადღაც რომ გაიჭედნენ თერაპევტთან და მეც რამდენჯერ გავჭედილ ვარ ესე მაგალითად და მაგიტომ მქონდა მე სხვადასხვა სისტემები ჩართული ამ ყველაფერში და ასტროლოგიამ რო გაცილებით მეტი დაძრა ასტროთერაპია, ესე რომ ვთქვათ, ხო? და აი ამას ვასწავლე ხოლმე ჩემთან, ვინც მოდიან, ეხლა საკმაოდ კარგი ჯგუფი არის შეკრული. ერთული მაკროტის ავიწყებ მათთან, ახალ პროექტს, ესე რომ ვთქვათ, ორთვიანი კურსი არის ეს და ძალიან ბევრი გაცნობიერებები გვექნება, როგორც მე, ასევე მონაწილეებს და ძალიან ერთული მაქვს ხოლმე. ამიტომ მე რატო გეუბნებით ამ ყველაფერს, იცით, რომ პირველი ის რომ თქვენ გაგაგებინათ, რომ ესეთი კურსიც არის, ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ მეორე ის მინდა გითხრათ, ცოტა პასუხისგებლობასაც გრძნობ ხოლმე ამ ყველაფერზე, რასაც ვავრცელებ, რა ინფორმაციებსაც გიყვებით, იმიტომ რომ როდესაც აი ამ ხა ბევრი მწერს, რომ შენ განვისწავლე ასტროლოგია ოლამის ამ ვიდეოებიდან, ხო? ძალიან ბევრი მწერს ამას და ძალიან მიხარია ეს, მაგრამ აი ესე ნაჭერ-ნაჭერ ხო გეუბნებით ამ ყველაფერს
და იქ მარსზე მაგაკეთე, ყველა პლანეტაზე თითქმის რაღაცეები მაქვს ჩაწერილი, მაგრამ სინთეზში თქვენ რო ეს იგრძნოთ, აქ უკვე არის ფსიქოლოგიური წვდომა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ ჩაიყაროთ უბრალოდ ეს თავში და არაფრის მომცემი რო არ იყოს ეს ინფორმაცია, ხო? ამან უნდა იმუშაოს, ამან პრაქტიკული შედეგები უნდა მოგცეთ. და ეხლა მე როდესაც გელაპარაკებით მერკურზე და აი მერკური თხის რქაში მაგალითად როგორ ვლინდება, მე ეს გამომადგება ადამიანთან ურთიერთობაში რომ გავიგო რომ ეხლა მე მერკური კეჩხებში მყავს და როცა მერკური თხის რქასთან მაქვს ურთიერთობა, ჩემი ემოციები შეიძლება მისთვის არც იყოს გონებრივად პრაგმატული, ხო? შეიძლება ემოციები რაც გულისხმობ, მე ცოტა სხვანაირი კომუნიკაციის მანერა მაქვს და ეს არის ჩემი ოპოზიციური ენერგია. იქიდან შეიძლება პირიქით მოდიოდეს პრაგმატიზმი და მე მიზიდავდეს ესეთი ხალხი, იმიტომ რომ ჩემს მერკურს ჭირდებოდეს ხანდახან ეს მყარი, ესეთი ფორმულაში ჩასმა და მათ ჭირდებოდეთ ჩემი ემოციური კომუნიკაცია, ხო, ესე რომ ვთქვათ, მათ უჭირთ ეს კომუნიკაცია ემოციურ ინტუიციურ დონეზე, ხო, ეს არის ძალიან პრაგმატული გონება, ძალიან ცივი გონება, კარგი კუთხით ცივს გულისხმობს, სატურნული გონება არის, ხო, სატურნი მართავს თხის რქას, ეს არის ადამიანი, რომელიც აზროვნებს სტრუქტურაში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის იგრძნოს სტრუქტურა და სტრუქტურა რას ნიშნავს? რაღაცას რო ვამბობ, ამიტომ. აქ უნდა იყოს ფორმა და სტრუქტურა. აქ არ შეიძლება იყოს ქაოსი, მაგალითად, ხო? აქ არ შეიძლება იყოს ბევრი ემოციები და თუ ემოციებია, ეს უნდა იყოს სტრუქტურაში ჩასმული. ამიტომ ესეთი თერაპევტები, მაგალითად, ვისაც მერკური თხის რქაში ყავს, ხო? აი შეიძლება ძალიან გზნობიარე ადამიანს დაეხმაროს, რომ აი მოდი ახლა დავალაგოთ შენი ემოციები, საიდან მოდის, როგორ მოდის და კარგი სტრუქტურა შექმნას ამ ემოციებთან, ხო? ან ინფორმაციულად იყოს ძალიან კარგი ორგანიზატორი, ძალიან კარგი მმართველი. მისი გონება იყოს იმდენად პრაქტიკული ორგანიზატორი, ესე უნდა დავაორგანიზო ახლა აი ხელმძღვანელობაში ძალიან ეხმარება, ხელმძღვანელ პოზიციებში ძალიან ეხმარება ამ ხალხს ეს მერკური, იმიტომ რომ ორგანიზატორულობა ეს არის ზოგადად თხის რქის ენერგეტიკა. მე უნდა ვიცოდე სტრუქტურა როგორ შევქმნა რაღაცეებისგან, ხო, ეს ხალხი ამისთვის ჭირდება, ის იმისთვის არის კარგი, ამას ჩავაბარებდი, აი ეს არის აი ჩარჩოში, ფორმაში რაღაცნაირად შევქმნათ სტრუქტურა. პრაგმატულები არიან, მათი გონება, ან მეათე სახლში მაგალითად, ხო? არის მიმართული, როგორ უნდა მივაღწიო ამ ყველაფერს, რა საფეხურები მაქვს გასავლელი, რა უნდა ვისწავლო ახლა, ეს სტრუქტურა ეგ არის, ხო? რომ მე თუ მინდა გავხდე პროფესორი, რა გზა მაქვს ამისთვის გასავლელი და ნაბიჯ შეუძლიათ, აი მოთმინებით, რომ ეს თხის რქას ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვს, მე მოთმინებით ნენელა ვიცი, რომ იქ მივაღწევ. იმ ყველაფერს, ხო? ეს არის მშვიდი, დინჯი, გაწონასწორებული გონება. გააჩნია ახლა იქაც ასპექტებს, სახლებს გააჩნია ამავე დროს, იქ შეიძლება აი მერვე სახლში იყოს და უკვე ღრმა ემოციური ფონი შემოდიოდეს, ან მე-12 სახლში იყოს და იქ უკვე იცვლება ბევრი რამ, ინტუიციურობა შემოდის, მაგრამ თვითონ ეს მაინც მერკური თხის რქაში, ეს არის პრაგმატიზმი, ეს არის სტრუქტურა, ეს არის რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მიზნებს მივაღწიო და ჩემი აზროვნება არის მაგისკენ მიმართული. სადღაც ორგანიზება გავუკეთო ჩემ დროს, მენეჯმენტი გავუკეთო ჩემ დროს, ხვის დროს მაგალითად, ჩემი გონება ცდილობს რაღაც კრიზისულ სიტუაცია იქნება თუ რა, ეგრევე პრაქტიკული გამოსავალი გამოიყენოს, ესე რომ ვთქვათ, თუ წყლის ნიშნები არიან, რომ მე მინდა მოусმინო რა ხდება და ინტუიციურად ვუყურო ამ ადამიანს, რომ მე ვიგრძნო ის, რას ამბობს. თხის რქა პრაგმატული არის, ის პირდაპირ ხედავს, ეგრევე სტრუქტურას აწყობს. ახლა სად არის აქ დასახმარებელი? ხაშეს მე მთვარე მყავს თხის რქაში და როგორც კი თერაპიულ პრაქტიკაში შევდივარ, ხოლმე მთვარე ახლა ეს ემოციური სტრუქტურა არის, ხო? მთვარეზე მუშაობა, ეს არის ემოციური მუშაობა და ძალიან მესმის ხოლმე მერკური თხის რქები აქ როგორ აზროვნებს სტრუქტურულად. ახლა ეს პროცესი ამის მერე აგადავდივართ, იმის შემდეგ ის არის, ეს ფაზა არის გასავლელი, აი ძალიან პრაგმატულად შემიძლია ჩარჩოში, ახლა თუნდაც ჯგუფურ თერაპიებზე ყველა ძალიან ემოციებში შეიძლება ჩავარდეს, ხო, რაღაც თერაპიულ პრაქტიკაში მე ძალიან მშვიდად ვარ. ყოველთვის მშვიდად ვარ საერთოდ. არა მაქვს ეს ემოციურობა ფონი ზოგადად, მაგრამ მე გულისხმობ რას ემოციურად მე შემიძლია ეს მართო ძალიან კარგად, ხო?
აი გონება როცა არის თხიცხესთან, მაგიტომ ამბობენ მესმის სტრუქტურის მოყვარული გონება არის, აი ისინი უკვე აზროვნებენ ისე, რომ მე ფაზები მჭირდება. მე მჭირდება დავინახო სრულად რა არის შემდეგ არის გასაკეთებელი ორგანიზატორული ნიჭიც აქედან მოდის, ხო? არის ცივი ინტელექტი, ის არ მოგეფერება, არ დაიღრება ცრემლებად, მაგრამ მისი შენს მიმართ ზრუნვა, ეხა მერკური არა ზრუნვა, მაგრამ სიტყვით ზრუნვა ეს არის, მაგალითად შემოგთავაზოს პრაქტიკული რჩევები. მოდი ახლა ვარჯიში დაიწყე, მოდი ახლა ჯანსაღი ყვება დაიწყე. ეს არის მათთვის ზრუნვა. ეს არის მათთვის კომუნიკაციის კარგი საშუალება, რომ აი მე მაგალითად გვერდში გიდგავარ შენ, ხო, ურთიერთობაში ვარ შენთან, პრაქტიკულ რჩევებს გაცლევ მაგალითად, ხო? აი ეს არ არის ისეთი, რომ ძლიერად შენს გრძნობებში და ემოციებში შემოვიდეს. არ არის ეს ის გონება, რომელიც აატირებ მაგალითად, ხო? ან მჭერმეტყველი იქნება და ძალიან ბევრს ილაპარაკებს. არ არის ესეთი გონება, ხო, თუ მარსთან არ არის შეერთებაში მაგალითად, ხო, ხა ესეც არის, თუმცა ისიც თხისრგულად იქნება მარსთან შეერთებაში. ცივად, თავდაჭერილად, თავშეკავებულად და პრაგმატულად, ხო? მაინც შეიძლება ცოტა უფრო დაქოქილი იყოს, მაგრამ ეს თავშეკავება და ეს რაღაც სიცივე, რაღაც ჩუმი სიცივე შემოვა, ხო? დისტანცია კომუნიკაციაში, თხისრქა ესეთი არ გიყურებს მყარად, მერკური თხისრქის ენერგეტიკა ეთყობათ, ხო? მყარად გიყურებს, დაკვირვებით გიყურებს. კარგი, ეხლა ეს გავიგე, შემდეგ აი ეს ასპექტი რას ნიშნავს? ეხლა ის რას ნიშნავს? ის როგორ უნდა დავამუშავო? პრაქტიკული რჩევები მჭირდება. აი ეს არის მერკური თხისრქის მთავარი მამოძრავებელი. მეათე სახლის ეს არის, რომ ჩემი აზროვნება სულ არის ორიენტირებული, როგორ მივაღწიო, რას მივაღწიო, მე ინტელექტუალურად უნდა გამოვავლინო ჩემი თავის საზოგადოებაში, უფრო ამ კუთხით არის ხოლმე მიმართული, ხო? და მერკური თუ სატურნთან შემოდის, ეს ცოტა კიდე დამატებით ასპექტი არის, ეს არის დამუხრუჭებული აზროვნება, ეს არის სიტყვაში გააჩნია თან აქ სად არის ხა უკვე მერკური, ეს არის სიტყვაში ცოტა კომპლექსები, არ თქვა რამე ისეთი, რაც არ უნდა ვთქვა. თვითონ მერკურ თხისრქასაც ეს ახასიათებს, ეს არ არის მოლაყბე, ან ესეთი მერკური, რომ გადამოწმების გარეშე რაღაცა თქვას. თავდაჭერილი, საკმაოდ ამბიციური მერკური არის, ხო? ეს იმედია თქვენთვის გასაგებენაზე გადმოვეცი მაინც. და ხა უნდა გადავიდეთ ბოლო გადახტობებით, მერკური, რატომ იცვლება სულ ეს კადრი. მერკური მაგალითად თევზებში, თევზები ჩვენთან ეს არის ასევე წყლის სტიქია, ეს არის ინტუიცია, ემოციური ინტელექტი არის, გრძნობადი ინტელექტი არის, ეს აი ადრეს გითხარით, რომ კეჩხები ეს არის მერკური, უფრო ფსიქოთერაპიულ დონეს, ფსიქოლოგიური გონება არის, მორიელი არის ღრმა გონება, აი სიღრმეში რომ ჩადის და ინტუიციურად, ენერგეტიკულ დონეზე უნდა დაინახოს ინფორმაცია და თევზები ეს არის ბურუსში სადღაც აი რა დაცურავს რაღაცა, აი იქიდან ამოიღოს ინფორმაცია. წარმოსახვითი გონება არის, ეს ძალიან კარგი ინტუიცია აქვს, ძალიან კარგი წარმოსახვის უნარი აქვს და დაფარულში შეუძლიათ რაღაცების დანახვა. როცა მერკური თევზები ისმენს რაღაცას ან ლაპარაკობს, მუსიკასავით არის თითქოს, რაღაც ემოციურად შემოაქვს, აი მუსიკაო, აი მუსიკის ემოცია რო ავიღოთ მაგალითად, ხო? აი რბილად მოდის, თვითონაც რბილად და მგრძნობელურად ლაპარაკობენ, მგრძნობიარულად, ესე რომ ვთქვათ, თევზები არის დაკავშირებული ძალიან ფერად რბილ, აი ესეთი ენერგია არის, შემოქმედებითი რბილი ენერგია. კიჩხები თუ იგიტირებს, რატომ აწყენინე და ის წყენიანი არის, ხო? ან გაუფრთხილდება შენ გრძნობებს, თევზი მოგისმენს. ის ვერც გაიგებ იმას ეწყინა არ ეწყინა, მაგალითად ის არის მოყვება რაღაცნაირად. ეს ხომ არის მეგობრებო, მუტაბელური ენერგია, რომელიც ცით როგორ ვლინდება, როდესაც გარეთ რაც ხდება,
აი ის ფონი იგრძნობა ჩემში, მე არ ვარ ხმაურიანი, მერკური თევზი არ არის ხმაურიანი, არ ქმნის დრაივს მაგალითად, ხო? მიყვება ის ენერგიას რაღაცნაირად, ხო? აი ჩუმი მსმენელი შეიძლება იყოს. ან სულიერებაში იშლებიან, მათი გონება ძალიან კარგი არის მედიტაციურ პრაქტიკებში, აი დაფარული რაღაცების ამოღება, ან ჩუმად სადღაც კულისებში ვსივარ და იქ რაღაცას ჩემთვის ვაკეთებ კომპიუტერზე, აი ესეთი გონება ძალიან კარგად მუშაობს, აი ამ კუთხით, ხო? შეიძლება ემპათიური იყოს ესეთი ადამიანის ხვების მოსმენა შეეძლოს, ოღონდ მოსმენა ხო გეუბნებით ინტუიციურად. შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ ისინი გისმენენ. აი კირჩხიბი თუ გრძნობს, ის გისმენს. სიჩუმეში გისმენს. ეს არის მერკური თევზები და ცოტა პასიური არის იმ კუთხით, რომ გამოხატვა, საკუთარი აზრის გამოხატვა ესე უხეშად და აგრესიულად არ ხდება, ანუ აქტიურად არ ხდება, აქაც გააჩნია ასპექტებს, მაგრამ მაინც ესეთი ადამიანი უფრო რბილად, ფრთხილად იტყვის რაღაცას, მაგალითად, რომ აი მასაც ისე მიაჩნია, რომ მისი დუმილი ხანდახან რაღაცების მთქმელი არის ხოლმე და შეიძლება მართლა ესე იყოს. რომ სხვებისთვის ეს შეიძლება უფრო აი ამ სიჩუმეში მათი ვაიბი, მათი ენერგეტიკა მოდიოდეს, ხო, გარკვეულწილად. მერკური თევზებში ეს არ არის მათემატიკური გონება, ეს არ არის პრაგმატული გონება, ოღონდ იმას არნიშნავს, რომ პრაგმატულები არ არიან. ინტუიციურად პრაგმატული არის. შეიძლება ვერ დაასაბუთოს ციფრებით რაღაცეები, მაგრამ უბრალოდ თქვას, არ ვიცი საიდან, მაგრამ ვიცი, რომ ეს ესე არის. ხო, არ ვიცი საიდან, მაგრამ ამ ადამიანთან არ ღირს ურთიერთობა, ან ამასთან ღირს, ან ამ პროექტში ჯობია ჩავერთოთ. ვერ ვიტყვი, ვერ დავასახელებ საიდან ვიცი, მაგრამ ვიცი. აი ეს ტენდენცია შეიძლება ახასიათებდეს ამ გონებას. ამიტომ რომელი არის უფრო ჭკვიანი და რომელი არა, ეს ძალიან პირობითი ნათქვამი არის, ხო? შეიძლება თვითონაც აი თვითონ კარგად იციან სხეულის შეგრძნების დონეზე იციან ურთიერთობაში. სათქვან, რა თქვან, როგორ თქვან, ინფორმაცია რომ მოდის, სწორია ეს ინფორმაცია არ არის სხეულის ენაში, აი სხეულში ატარებენ, აი გრძნობენ, ხო, შეგრძნებები შემოდის, ოღონდ არ იციან ახლა ეს ციფრებში როგორ დაგიმტკიცონ. ლოგიკურად როგორ დაამტკიცონ, ეს არის და ეს და ნაკლებად არიან ლოგიკურები, არიან ინტუიციურები. ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? მე მაგალითად ძალიან ესეთი მე მიყვარს ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ წყლის ნიშნებში მყავს, ადამიანი რო არალოგიკურად იქცევა, მე ძალიან მიყვარს. ანუ მე თუ კარგად გიქცევი, შენს კარგად უნდა მოგხსე, თუ იქ თანასწორობა არ არის, მე ვერ ხვდები ლოგიკას რატო არის ესე, ხო? და მე მაგ მერკური მარსი შეერთება. და მარსი იღებს მერკურის ლოგიკას, ხო? ანუ მე მოქმედებ ლოგიკურ ადამიანებთან, ისე ვერა. აი ტიპიური მერკურული ენერგია როგორი არის, ხო ხდებით მარსიდან ტყუპებში მყავს და ტყუპებიც ასევე მერკურიანული ენერგეტიკა არის. და როდესაც არ არის ესეთი რაღაც ასპექტი, მაგალითად მერკურს არ აქვს რაღაც შეერთებები, ასპექტები, მაგალითად ისეთი აქტიური და თან თევზებში არის, წყლის ენერგიაში არის, ხა? ეს უკვე არის რომ მე ლოგიკა ჩემი იმაში მდგომარეობს, რომ მე გძნობ მაგალითად. ის არ გამოეკიდება წვრილმანებს, რომ აი რატო იქცევა ესე, როცა ისე არ იქცევა. ეს იგრძნობს, რომ მას როგორ აწუხებს რაღაცა, რომ ესე არ იქცევა. და ჩვენ ეს ანალიტიკურად უნდა გავიაროთ, რომ მივხვდეთ, რატო არ იქცევა. აი ეს არის მერკური თევზების ენერგეტიკა, მეგობრებო. მე-12 სახლშიც ეს არის სიჩუმე, შინაგანი სიჩუმე, დამკვირვებლის ენერგეტიკა, უფრო მე ვაკვირდები გარემოს, მე ვისრუტავ ენერგიებს და ემოციებს გარემოზე, ეს იმას არნიშნავს, რომ არ ვლაპარაკობთ, სიტყვაზე არ ლაპარაკობთ, ძალიან კარგად შეიძლება ლაპარაკობდნენ, მაგრამ აი ეს ვაიბი მოდიოდეს, მსმენელის დამკვირვებლის და არა ის, რომ ეხა ანალიტიკურად მე ძალიან ლოგიკურად ვიგდებ რაღაცებს და მებრძოლი კომუნიკაცია მაქვს და იქ ვიღაცებს ვეჩხუბები და არ არის ეს მერკური თევზებისთვის დამახასიათებელი არ არის. ეს არის ინტუიციური მსმენელი ენერგია, რომელიც შეისწავლის სამყაროს აი ამ ემოციური, სხეულებრივი შეგრძნებებით, ხო, ინტუიციური რაღაც, აი წყლის ენერგია არის ეს. მე მგონი რაღაც ზონეზე გასაგები იყო თქვენთვისაც რომ ცოტა გამიგრძელდა. შემდეგ უნდა გადავიდე უკვე დიდ პლანეტებზე და კიდე რაღაცები მაქვს ჩასაწერი თქვენთვის. ველოდები ხოლმე კომენტარებსაც თქვენს შემოთავაზეთ, ვის რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად, რა თემები არის ისეთი,
ძალიან ბევრი ლექციები მაქვს, სხვათა შორის ახლა შაბათს მაქვს ისეთი ძალიან კარგი ლექცია წინაზე ჩავატარეთ წინა თვეს და მინერალებზე და მინერალები და ასტროლოგია ძალიან მაგრად მუშაობს, თერაპიულ ენერგეტიკულ პრაქტიკებშიც მინერალოგია ძალიან მაგრად მუშაობს. ეს არის ფაქტიურად ენერგია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თვითდიაგნოსტიკა, ენერგეტიკული ცენტრების დიაგნოსტიკა, რომელ ქვასთან რა ემოცია გვაქვს, ამითი შეგვიძლია მივხვდეთ, ოღონდ ქვებიც უნდა გვესმოდეს. მე მინერალებს ძალიან აქტიურად ვიყენებ, სულ მაგ გვერდზე სადაც არ უნდა ვიჯდე. 15 წლის განმავლობაში ამითი დავიწყე ასტროლოგიაში შემოსვლა, ჯერ მინერალებში ვერ ყვეოდი და ძალიან კარგი ლექცია მექნება, როგორ შეიძლება მინერალებთან ურთიერთობა, რა ენერგეტიკული დატვირთვა აქვს, როგორ შეგვიძლია თერაპიულად ვიმუშაოთ მინერალებთან, მედიტაციურად როგორ უნდა ვიმუშაოთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ უნდა ვატაროთ. ხვები ძალიან საინტერესო ლექცია მექნება, ვისაც გაქვთ სურვილი ივენთი ცდებს, შეგიძლიათ ვნახოთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და ჩაგსვათ ჯგუფში მაგალითად და სხვაც თემები სულ რამე გექნებათ, ახლა პერიოდულად სულ ვაკეთებ ხოლმე ხან ტრენინგებს, ჯგუფურ ტრენინგებს, ხან ლექციებს და ადევნეთ ხოლმე თვალი, ვისაც გაინტერესებთ, ვისაც ჩართულობა გაინტერესებთ და გემშვიდობებით, მაშინ ველოდებით თქვენ კომენტარებს დროებით.